კატეგორიაში და დაჯილდოების ცერემონიალები. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 5 წონიდან 2 გახლავთ თავისუფალი სტილისა 57 და 70, ხოლო 3, 60, 67 და 82 ბერძნულ რომაულის ჩვენ 5-ვე ფინალს, 5-ვე წონის დასკვნით შეხვედრა შემოგთავაზოთ პირდაპირ ეთერში და პირველი მათგანი უკვე დაიწყო. ეს გახლავთ 57 კილოგრამი თავისუფალი ჭიდაობა. წითელი ფორმით ყვარლელი რობერტ დინგაშვილი, ევროპის პრიზიორი და მისი მეტოქე გახლავთ გორელი ნიკა ბოჭორიშვილი, ძალიან კარგი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში აქვს საერთაშორისო არენაზე გვარიანი წარმატებები, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატებში ეს ასაკობრივი იქნება თუ აგერ უკვე ეროვნულშიც ფინალში გავიდა, უკვე ერთ-ერთ ანგარიშ გასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. ნახოთ, რამდენად გაუწევს იგი ჯეროვან და ღირსეულ წინააღმდეგობას ევროპის მესამე პრიზიორს დინგაშვილს, თუმცა პირველი აი ამ რამდენიმე წუთის ერთი წუთი არ არის ჯერ გასული, რასაც უყურებთ გვარიანად, მან ტოლსორად ეჭიდავებ. დანარჩენი უკვე გამძლეობაზე და უფრო უკეთეს მომზადებაზე არის დამოკიდებული. აქ ირანელი მსაჯი ბოჭორიშვილს მოუწოდებს აქტიურობისთვის. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემპიონატს ემსახურება 8 უცხოელი არბიტრი ქართველ არბიტრებთან ერთად, უბრალოდ რამდენიმე მათგანი 3 კაცი ჯერჯერობით არ არის ჩამოსული. ეს არბიტრები არიან წარმომადგენლები ბელარუსის, შვედეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, რუსეთის, საბერძნეთის და სწორედ რუსეთის და საბერძნეთის წარმომადგენლები არ არიან ჯერჯერობით ჩამოსულები. უამინდობის გამო შეფერხდა მათი ჩამოფრენა. აქ კიდევ ერთხელ აქტიურობისკენ მოწოდება ბოჭორიშვილს და ჩაურთეს კიდევაც მას 30 წამიანი საჯარიმო. ასაკშიც საკმაოდ დიდი სხვაობა არის მათ შორის და შესაბამისად გამოცდილებაშიც. აქ ახლა ბოჭორიშვილმა სადა ფეხში შესულა და დინგაშვილი რაღაცას ფეხს იტკიებს. იმედია, რომ ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდება, ყოველ შემთხვევაში მსაჯმა უხმოექიმს დასახმარებლად, რომელიც შევიდა თავის ადგილას. აი ნახოთ, ძალიან ცუდად ჩაუბრუნდა აქ თვითონ დინგაშვილს ფეხი, ბოჭორიშვილს ბრალი არანაირად არ მიუძღვის ამაში. იმედია, რომ შეძლებს ჭიდაობის გაგრძელებას დინგაშვილი. უფიქსირებენ მას ფეხს, გაუყინეს ეს ფეხი და ეხლა გადახოვას აკეთებს ექიმი. აი კიდევ ერთხელაც გამოჩნდა, როგორ შეატრიალა მუხლი ძალიან ცუდად ყვარლელმა სპორტსმენმა. ჯერ კიდევ გრძელდება სამედიცინო დახმარება. თუმცა სავარაუდოდ თვითონ ახლა ტკივილებითაც იმდენად ავარ წუხს დინგაშვილი და სავარაუდოდ შეძლებს გაგრძელებას შეხვედრისას. დიახ, წამოდგა ფეხზე და გრძელდება შეხვედრა. ჯერ 30 წამიანი აქვს ჩართული ბოჭორიშვილს, 19 წამი არის მხოლოდ გასული ამ 30-დან. ბოჭორიშვილს მართებს, რა თქმა უნდა, გააქტიურება. აქტიურობს, ეხლა ვერ ვიტყვით, რომ არ უწევს და არ ცდილობს და დაცვაში არის ჩამდგარი, უბრალოდ მეტოქეც ძალიან ძლიერი ხავს და იოლად ვერ გაისეირნებს ასეთ მეტოქესთან, ვერც ის და ვერც ვერავინ. ერთი ქულა მიიღო უკვე აი 30 წამიანის დროის ამოწურვის გამო დინგაშვილმა ყვარლელმა სპორტსმენმა 1-0 დაწინაურდა და კლავაც გრძელდება მისი შეტევა. თუმცა ხან ბოჭორიშვილი ცდილობს აი რამდენჯერმე დააპირა ფეხში ჩასულა, მაგრამ დინგაშვილს ძალიან კარგად ჰქონდა ჩავლება აღებული. ახლა უკვე დინგაშვილს მოუწოდებენ აქტიურობისკენ. როჯერ ბევრი არის, ნახევარ წუთზე ოდნავ ნაკლები დარჩა პირველი პერიოდის დამთავრებამდე. აქ მაღალი დგომი და ახლა უკვე დინგაშვილმა დააპირა ფეხში ჩასვლა, ერთს მან შეძლო ეს თავი კარგად დაიცვა ბოჭორიშვილმა, ისე მაღალი დგომი
უკვე მჭიდრო კონტაქტიდანაც გაეშვნენ ერთმანეთს და პირველი პერიოდი დასრულდა 1-0 გახლავთ რობერტ დინგაშვილის სასარგებლოდ ანგარიში შეგახსენებთ რომ ეს გახლავთ 57 კილოგრამის ფინალი ფინალამდე დინგაშვილმა დაამარცხა ჯერ გოგაძიბულა და შემდეგ ნიკა სამთელაძე. მოჭორიშვილმა მოიგო გიორგი წურიაშვილსა და შემდეგ ნიკა ღვინჯილიას. დინგაშვილი შავშანდელი ჩემპიონია, როგორც გითხავით, ბოჭორიშვილი შავშან მესამე იყო და წელს ამ სეზონში ის უკვე გახდა 23 წლოვანთა შორის საქართველოს ჩემპიონი. 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. დამთავრდა უკვე დასრულდა ეს ნახევარწუთიანი შესვენება, დაბრუნდნენ ლეიბზე მეტოქენი და იწყება ძალიან საინტერესო წესი ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს მეორე პერიოდი გადამწყვეტი დასკვნითი სამწუთიანი მონაკვეთი რომელმაც უნდა გამოავლინოს ჩემპიონი. ზონის ცენტრში მოდნო კი დაშორდნენ ცენტრს მაღალი დგომი ჭიდრო ჩაულება ორივეს. აი ხა უფრო ბოჭორიშვილი ეტანება ფეხში შესასვლელად გასაგებია ესეც ანგარიში ჩამორჩენილია ბოჭორიშვილი უფრო მეტად მას მართებს გააქტიურება კიდევ ერთხელსა და მაგრამ დინგაშვილმა ამჯერადაც მოიშორა და არ მოიშო ახლოს თვითონ უნდოდა ეხლა დინგაშვილს აი მარცხენა ფეხზე ხელისწავლება ორჯერ სადა ეს არ გამოუვიდა და ყოველ შემთხვევაში ზემოდან აკონტროლებს. ინიციატივა მისი არის კი და აკონტროლებს მთლიანად ამ ეპიზოდს. ეხლა ბოჭორიშვილმაც სადა ერთხელ ფეხში შესვლამ საჯები ამ შემთხვევაშიც ბოჭორიშვილს მიიჩნევენ პასიურად. არა მარტო მიიჩნევენ ეხლა რეალურად ასეც არის ინიციატივას ფლობს უფრო მეტად დინგაშვილი. ხო, ერთი პასიურობაც არა ჩაუხდეს უკვე 30 წამიანი არა გაუქმდა ჩაუხდეს ხო არა ის შეცდომი ჩაუხდეს დინგაშვილს ეხლა. ასაკში ხა გარეგნულადაც ეთყობათ რომ საკმაოდ დიდი სხვაობა არის მათ შორის. ნახოთება ამ ეპიზოდით თუ ისარგებლებს ბოჭორიშვილი პირველ პერიოდში ვერ ისარგებლა 30 წამიანი საჯარიმოთი და სწორედ ამის ხარჯზე არის დაწინაურებული დინგაშვილი. მიიღო მეორე ხულა რობერტმა ესეც 30 წამი და უკვე 2-0 გახლავთ დინგაშვილის სასარგებლოდ ანგარიში. ნუ შეხვედრა ის მაღალი დგომით ზონის ცენტრში ახლა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დააპირა შეხვდომა მაგრამ გაუხდა და გაექცა დინგაშვილი არ მისცა ამის საშუალება შესაბამისად არც გამწვავება მოჰყოლია და კიდევ ნახე შეიმჩნევა ჩანს იმსახურებს ალბათ ბოჭორიშვილი თუ კიდევ იქნება პასიური კი ჩაუხდეს დინგაშვილს და ვნახოთ წინა შეხვედრებიდან გამომდინარე თუმცა ეს არ ყოფილა მაგრამ 2-1 გახდება ისეთ საკითხავია კი რომ ეხლა მოიპოვებს ამ შემთხვევაში თვითონ ილეთს გააკეთებს ხო, ნუ იქ ვეზნოვski განსხვავებული წესია მოგეხსენებათ იქ ფულას პირდაპირ კარგავ და შემდეგ ზემოდან დატრიალების შანსი გეძლევა აქ ერთი ფულა არ იქნება საკმარისი სამი წამი დარჩა უკვე და ანგარიში გახდება 2-1 2-1 და რამდენი 39 წამია ნებისმიერი ერთქულიანი მოქმედება აწყობს უკვე ბოჭორიშვილს არ შეიძლება თუ ხალისის გარეთ გაიყვანა ის უკვე წინ იქნება ეს არ იქნება რა თქმა უნდა იოლი გასაკეთებელი თუ შესაძლებელი იქნება საერთოდ 25 წამი ბოლო შეტევას ამზადებს ალბათ გორელი უფრო აქტიური იყო ბოჭორიშვილი მაგრამ ნუ ის ძალიან დინჯად იცავს თავს რობერტ დინგაშვილი 11 წამი დინგაშვილი ლიანობაში მაინც რაღაც გარკვეულ უპირატესობას ფლობდა ეხლა ბოლო წამებზე ძალიან კი გააქტიურდა უკვე ბოჭორიშვილი მაგრამ მხოლოდ აქტიურობა არ აღმოჩნდა საკმარისი და საქართველოს ჩემპიონი გახდა ყვარლელი რობერტ დინგაშვილი რომელმაც დაიცვა შავშან მოპოვებული ტიტული და ერთი ნაბიჯი წაიწია წინ ნიკა ბოჭორიშვილმა შავშანის იყო ბრინჯაოს პრიზიორი წელს გახდა ფინალისტი და მალე მიიღებს დაჯილდოებაზე თავის ვერცხლის მედალს